მოგესალმებით კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ კურიერს 10 საათზე მე ანუკა კინკლაძე ვარ. ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების თითქმის 2 საათიანი სატელეფონო კომუნიკაციის შესახებ ოფიციალურ განცხადებებს ავრცელებენ ვაშინგტონი და მოსკოვი. საიდანაც ცნობილი ხდება, რომ მხარეებმა 30 დღიან ცეცხლის სრულად შეწყვეტის წინადადებაზე შეთანხმება ჯერჯერობით ვერ მოახერხეს. თუმცა პუტინი დათანხმდა 30 დღით შეაჩეროს თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, თუ იგივე ნაბიჯს კიევიც გადადგამს. და რომ შესაბამისი განკარგულება სამხედრო დანაყოფებს უკვე გაეცათ. კრემლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კონფლიქტის ესკალაციის არ დაშვებისა და პოლიტიკურ დიპლომატიური გზით მისი მოგვარების მიმართულებით სამუშაოდ საკვანძო პირობა უნდა გახდეს კიევისთვის უცხოური სამხედრო დახმარებისა და სადაზვევრო ინფორმაციის მიწოდების სრული შეჩერება. რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო კომუნიკაციის შესახებ ტრამპმა ამერიკულ მედიასთან ისაუბრა, მისი თქმით, პუტინთან უკრაინის დახმარების საკითხი არ განუხილავთ. ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეთანხმების მიხედვით დღესვე უნდა შედგეს უკრაინასა და რუსეთს შორის 175 სამხედრო ტყვის გაცვლა. რუსეთმა მზადყოფნა გამოთქვა უკრაინას 23 მძიმე დაჭრილი ჯარისკაცი გადასცეს. ოფიციალურ განცხადებების მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ შექმნან ექსპერტული ჯგუფები, რომლებიც უკრაინაში ზავის საკითხზე ემუშავებენ. ფიქრობ შესანიშნავი სატელეფონო საუბარი გქონდა, თითქმის 2 საათი გაგრძელდა. ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მშვიდობის მიღწევაზე, სხვა თემებზეც ვსაუბრობდით. გვაქვს სიტუაცია, როდესაც იარაღები ერთმანეთისკენაა მიმართული, რაც სისულელეა. ეს არასდროს მოხდებოდა მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ეს ომი არ უნდა დაწყებულიყო, მაგრამ დაიწყო. ცეცხლის შეწყვეტა ამ კუთხით წინ წაწევის გარეშე ძნელი მისაღწევია. უპირატესობა ახლა რუსებს აქვთ, მათ დაახლოებით 2500 უკრაინელ ჯარისკაცს ალყა შემოარტყეს, რაც არ არის კარგი ამბავი. პუტინთან მე ამერიკულ დახმარებაზე არ მისაუბრია, საერთოდ არ ყოფილა ამ თემაზე საუბრის ინიციატივა. ორი ქვეყნის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარს ეხმიანება ვოლდიმერ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ომში მყოფი ქვეყანა მხარს უჭერს ნებისმიერ ინიციატივას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა საჭიროა გარანტიები. ზელენსკი საუბრობს კრემლის მთავარ მოთხოვნებზეც. უპირობო ცეცხლის შეწყვეტა არის მხარეების დაუყოვნებლივი პოლიტიკური ნება ომის დასასრულებლად, ზედმეტი სიტყვების, მჭერმეტყველების, დაშინების გარეშე. მთელი პატივისცემით არ მინდა არავის შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ არც ის მინდა რომ ჩვენ ვიყოთ პუტინის მენიუში. ჩვენ არ ვართ სალათები, არ ვართ კომპოტი ამ ადამიანისთვის, მიუხედავად მისი მადისა. ამიტომ ვთვლი, რომ ჩვენ გარეშე ჩვენზე მოლაპარაკება არასწორია, რადგან ყველასთვის სასურველი შედეგი არ იქნება. პუტინი ცვლის კონცეფციას, მაგრამ არ ცვლის შინაარს. მას უკრაინული არმიის რაოდენობის შემცირება სურს. ეს ულტიმატუმი ომის დასაწყისშივე გააჟღერა. არსებითად არაფერი შეცვლილა, შეიცვალა ფორმულირება, მაგრამ არსი იგივეა. პუტინის მეორე პუნქტი ეხებოდა დაზვერვას და იარაღს. მან დაინახა, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია სამხედრო დახმარებისა და დაზვერვის გაზიარების შეწყვეტა და ამიტომ აყენებს პირობებს, რომლებიც მისი აზრით რუსეთის სასარგებლოდ იმუშავებს. ანტინარკოტიკულ რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებები დღეს პირველი მოსმენით სესიაზე გადის. კან პროექტის მიხედვით მაქსიმალურად მკაცრდება სასჯელი ნარკორეალიზატორებისთვის. ახალი რეგულაციები ეხება მარიხუანასთან მიმართებით პასუხისმგებლობის გაზრდასაც. ნარკომომხმარებელს კი 3 წლით ჩამოერთმევა ნებისმიერი სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და 5 წლით აეგრძალება საჯარო სამსახურსა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება. რეფორმას აუცილებლად მიიჩნევს მმართველი გუნდი, კრიტიკულია ოპოზიცია. რა თქმა უნდა ჩვენ მომხრევართ რომ ნარკორეალიზატორები და ბარიგები დაისაჯონ უმკაცრესად. არანაირი კომპრომისი მათთან არ შეიძლება. რაც ეხება მომხმარებლებს, ჩვენ მათ უნდა შევთავაზოთ გზა რესოციალიზაციის შესახებ. თუ როგორ გახდნენ და დაუბრუნდნენ ისინი საზოგადოებას და გახდნენ ჩვენი საზოგადოების ღირსეული და სრულფასოვანი წევრები. სამართლის კოდექსში განსაკუთრებით კაცრდება ნარკოდამოკიდებულებებთან, ნარკოგამოკასაღებლებთან და რეალიზატორებთან ბრძოლა, ითქვი რომ ასევე განახერხდება და შეცვლდება დიდი ოდენობა და უწესდება რაოდენობები. მომხმარებლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ მიმართ არანაირი სისტემატური დევნა არ იგეგმება, პირიქით როგორც გითხარით, სახელმწიფო ორიენტირებულია, რომ დაეხმაროს მომხმარებელს მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა რესურსი, რომ დაანებონ თავი ნარკოტიკების მოხმარებას. დეპუტატები დღესვე პლენარულ სესიაზე მეორე მოსმენით განიხილავენ და კენჭს უყრიან კანონპროექტს, რომელიც მედიას ეხება. უმრავლესობის განმარტებით ბრიტანულ კანონმდებლობაზე დაყრდნობით შემუშავებული ცვლილება განსაზღვრავს მედიის ობიექტურობის, აგრეთვე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებსა და დაცვის ინსტიტუციურ მექანიზმებს. ცვლილების თანახმად იზღუდება მედია საშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან, თუმცა ეს არ ეხება კომერციული რეკლამებიდან მიღებულ შემოსავალს. სიახლეს ოპოზიცია კრიტიკული აზრის ჩახშობის მცდელობა დაფასებს.
როცა ჩვენ გვექნება ბრიტანული სასამართლო, მაშინ აუცილებლად გვექნება ბრიტანული მედია. ყველა მათი გადაწყვეტილება, ყველა მათი კანონპროექტი, ყველა მათი ინიციატივა, მათი განცხადება ემსახურება ერთადერთს. შეინარჩუნონ როგორმე ძალაუფლება, ჩაახშონ განსხვავებული აზრი, თავისუფალი აზროვნება, კრიტიკული აზროვნება. აღნიშნული ინიციატივაც პირდაპირ დაკავშირებული არ თუნდაც ბრიტანეთის მხრიდან შემოღებულ ახალ სტანდარტებზე და იმ ფაქტობრივად არსებულ ძალიან კარგ პრინციპებზე, რომელიც ევროპის რიგ ქვეყანაში მოქმედებს. ეს კანონი საბოლოო ჯამში მისცემს საშუალებას, რომ ყველა სტანდარტების ჩარჩოში იმუშაოს და უფრო აიმაღლოს თავისი, ასე ვთქვათ, მედია სტანდარტი. ამავდროულად მიმდინარე განხილვების დროს დაზუსტდა ის ფაქტი, რომ ტელევიზიებს, ვისაც აქვთ ონლაინ პლატფორმები, აღნიშნული კანონიც გავრცელდება მათზე. და კიდევ ერთი კანონპროექტი, რომელზეც დღეს კანონმდებლების სესიაზე იმსჯელებენ, საუბარია არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თანამონაწილეობაზე კანონშემოქმედებით პროცესში. სიახლის მიხედვით საჯარო გადაწყვეტილებების მიღებისას არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება. მათი მონაწილეობა ნებისმიერ პროცესში დაკავშირებულია დესტრუქციასთან, დაკავშირებულია საბოტაჟთან. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არავის არ აურჩევია, არავის მანდატი არ მიუცია, თხოვობენ ყველა სახელმწიფო გადაწყვეტილებაში მონაწილეობის მიღებას. ეს არ გამორიცხავს რასაკვირველია მაღალი დონის ექსპერტების და საერთოდ საექსპერტო მოსაზრებების გაზიარებას, მოსმენას, გათვალისწინებას, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა პროცესებში, როგორც სავალდებულო, რასაკვირველი ანომალიაა და ეს ანომალია ქვეყანაში უნდა დამთავრდეს. ამ დრომდე დაყადაღებულია საქართველოში მოქმედი 5 ფონდის ანგარიშები. რაში დაიხარჯა ბოლო 4 თვეში 2 მილიონ ლარზე მეტი. ფონდების ფინანსურ ტრანზაქციებს პროკურატურა სწავლობს. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ შესაძლო რევოლუციურ პროცესებში ჩართული ფონდებისა და მათი დაფინანსების წყაროების შესახებ დეტალური ინფორმაცია უნდა გასაჯაროვდეს. ოპოზიციის ნაწილს კი უყვირს იმ ფონდების დაყადაღება, საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტი ევსებოდა. თუ ხელისუფლებას ისე ეშინია პიროტექნიკის და ნიღბების, რომ ამის გამო ფონდებს აყადაღებს, ეს ცალკე კლინიკური შემთხვევა უკვე ხელისუფლების. მაგრამ მე მეორეს მხრივ, რაც ყველაზე მეტად სულ მაინტერესებდა და პასუხი ვერასდროს ვერ მოვისმინე, იყო, რომ როგორ შეიძლება ხალხს ფული შეაგროვებინო ხელისუფლების ჯარიმების გადასახდელად, რომ ბიუჯეტი უფრო მეტად შეივსოს გაჭირვებული ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის ხარჯზე. ისინი იყენებდნენ ერთგვარად სხვადასხვა პროექტებს, რათა გადაეფარათ ის რეალური საქმიანობა, რომლებსაც რეალურად ისინი ეწევიან. მე აქვე მინდა ვთქვა, რომ როდესაც გარკვეული ფონდი ეწევა დაუშვათ 20%-ს, რაც ჰუმანიტარულ საქმიანობას და 80%-ით აფინანსებს რადიკალურ პროცესებს, ის 20%, რასაც ის აკეთებს, ვერ იქნება ამ 80%-ის გადამფარავი. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, მიმდინარეობს გამოძიება, დაყადაღებული არის ეს ანგარიშები და იმ შემთხვევაში, თუ მათ დაუმტკიცდებათ კონკრეტული ბრალი, შემდგომ შესაბამის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიეცემიან. ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. მოსამართლემ გელა უძილაურის მიმართ აღკვეთის ღონისძიება უნდა გადაწყვიტოს. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს. განზრახ მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი გუშინ ოფიციალურად წაუყენეს. ის ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობს. მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. ერთ-ერთი ვერსიით სისხლიანი ანგარიშწორება ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდების კლანებს შორის დაპირისპირებას უკავშირდება. 9 პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით. უწყების განმარტებით, მათ შორის 4 ნარკორეალიზატორია. დაკავებული არიან საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მათი ნაწილი წარსულში ნასამართლევია. დაკავებულებს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონოდ გასაღებისა და გასაღების მცდელობაში ადანაშაულებენ. დაპატიმრებულებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო მასალაც გაავრცელა.
ძევლების თაობაზე ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკება ცეცხლის ქვეშ წარიმართება, ამბობს ისრაელის პრემიერ-მინისტრი და ღაზას სექტორში საბრძოლო მოქმედებების განახლებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. ბენიამინ ნეტანიაჰუ ამბობს, რომ ისრაელმა სამხედრო ოპერაცია სადაზვერვო სამსახურებისა და თავდაცვის ძალების რეკომენდაციით დაიწყო და რომ ეს იყო ბოლო გამოსავალი ძევლების გათავისუფლების რამდენიმე კვირიანი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ. გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში ნეტანიაჰუ ასევე აფრთხილებს ჰამას, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. ღაზას სექტორზე მასშტაბური საჰაერო იერიში ჰამასზე ისრაელმა ნეტანიაჰუს მიმართვამდე რამდენიმე საათით ადრე მიიტანა. ჰამასის მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით თავდასხმების შედეგად დაღუპულია 400-ზე მეტი ადამიანი, ასობით დაშავდა. ყოველწლიური LGBT პრაიდი ბუდაპეშტში ამიერიდან ოფიციალურად აკრძალულია. შესაბამისი კანონპროექტი უნგრეთის პარლამენტმა დაამტკიცა. დოკუმენტს 126 მხარდამჭერი ყავდა 27-ის წინააღმდეგ. კენჭისყრამდე ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა პლენარული დარბაზი ფერადი კვამლით ავსეს, საბჭოთა ჰიმნს უკრავდნენ, ასევე მიმოფანტეს ფოტოები, რომელზეც გამოსახული იყო, როგორ კოცნდნენ ერთმანეთს ვიქტორ ურბანი და ვლადიმერ პუტინი. მიღებული კანონი გააპროტესტა მოსახლეობის ნაწილმაც. დემონსტრანტები ბუდაპეშტში კოშუთის მოედანზე შეიკრიბნენ, მათი განმარტებით ახალი კანონი არ ღოს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს. სტიქიას ებრძვიან ბრაზილიაში, ქალაქ რიო ბრანკოში წყალდიდობამ 200-ზე მეტი ოჯახი დააზარალა. ქალაქის დატბორვა მდინარე აკრეს ადიდებამ გამოიწვია. ადგილობრივი მედიის ცნობით მდინარის კალაპოტში წყლის დონემ თითქმის 16 მეტრს მიაღწია. სტიქიის ზონაში მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს. სამხედრო სახანძრო ბრიგადებმა ტერიტორიიდან რამდენიმე ასეული ადამიანი გაიყვანეს. 286 დღის შემდეგ NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე დაბრუნდნენ. ბიჩ უილმორი და სუნი უილიამსი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 9 თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მათი დაბრუნება კი ილონ მასკის კუთვნილი კომპანიის SpaceX-ის ორგანიზებით მოხდა. უილმორი და უილიამსი კოსმოსში ივნისში გაემგზავრნენ. მისია საწყის ეტაპზე 8 დღიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა ტექნიკური ხარვეზის გამო გახანგრძლივდა. დღეს ამბების ნახვა ვრცლად ჩვენს ვებგვერდზე rustavi2.g შეგიძლიათ. კურიერი პირდაპირ ეთერში მუშაობას 12 საათზე დაუბრუნდება. მე კი ამით გემშვიდობებით. კარგად.